მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პრაქტიკული სროლის არხს. დღეს ჩვენ ვყობებით უდაბნოს სასროლეთზე და საშუალება მოგეცა ამ ძალიან საინტერესო Daniel Defense-ის V7 Pro მოდელის გამოცდისა. ჩვენ რა თქმა უნდა ვნახავთ სიზუსტეზე პირველ რიგში და იქამდე თეორიულ ნაწილში განვიხილავთ თუ რა სხვაობაა სტანდარტულ მოდელთან შედარებით. რა განსხვავებაა ახლა სტანდარტულ V7-სა და Pro-ს შორის და გვიღირს თუ არა ამ სხვაობის გადახდა? იდეაში სწორედ მაგის პასუხი იქნება დღევანდელი გამოცდა, რომლის შედეგებიც ჯერ არ ვიცით, რადგანაც ასე ვთქვათ თანდათან გადავიღებთ ყველაფერს. პირველი თემა ფასის კუთხით სხვაობას რაც შეეხება სტანდარტული V7-ები 7000-7200 ლარი ღირს, V7 Pro-ები ღირს 7900 ლარიდან ზემოთ. ფერების მიხედვით არის მათ შორის განსხვავება და მთავარი სხვაობა რაც Pro-ს განასხვავებს, ასე ვთქვათ, სტანდარტული V7-ისგან, ეს არის სამი კომპონენტი, მძიმე ლულა. ამ შემთხვევაში გვაქვს ქრომირებული 18 ინჩიანი ლულა, გაზის სისტემა, რომელიც არის უკვე ეგრეთ წოდებული შაშხანის სიგრძის, განსხვავებით სტანდარტულ V7-ზე არის საშუალო გაზის სისტემა, მას უყენია ასევე სპეციალური კომპენსატორი, რომელიც ჯერ არ გამოგვიცდია და ვნახავთ რამდენად კარგად მუშაობს და ძალიან მაგარი დამატება, რაც არის, ეს არის გაიზლის სუპერ დინამიკ 3 სასხლეტი, ეს არის ერთსაფეხურიანი სასხლეტი, რომელიც აი ფაქტიურად ზუსტად სპორტული სროლისთვის და საშეჯიბრო სიტუაციისთვის არის გათვლილი. მეორეს მხრივ V7 Pro გათვლილია, ასე ვთქვათ, როგორც ზუსტად საშეჯიბრო და სპორტული სროლის იარაღი, თუმცა თავისი მონაცემებით ერთის მხრივ ძალიან ახლოს დგას MK12-თან, ანუ ისიც არის მძიმე ლულა, გრძელი გაზის სისტემით და სასხლეტი გვაქვს ძალიან კარგი. რაც შეეხება ხა თვითონ ამ ქრომირებული ლულის სიზუსტეს, ჩვენ აქამდე რაც Daniel Defense-ები გამოგვიცდია, MK18 იქნებოდა, V7 იქნებოდა სტანდარტული თუ მოკლე ვერსია, ძალიან კარგ სიზუსტეს აჩვენებს კონკრეტულ ვაზნებზე და ვნახოთ აი ქრომირებული ლულასა და ცივადნაჭედ, ასე ვთქვათ, უჟანგავ ლულას შორის რამხელა სხვაობა იქნება. ასე თუ ისე მთავარი სხვაობები ჩამოთვალეთ, ეხლა რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, რასაც ვიზავთ და რა სახეობის ვაზნებს გავისვრით. 55 გრეინიანებში იქნება Scorpios STV ჯგუფის 55 გრეინიანი ვაზნები, რომელიც ჩვენ ადრე MK12-ით, ასე ვთქვათ, ნასროლი გვაქვს და დღეს გავიმეორებთ ამ შედეგებს. ასევე გვექნება GG-ის 55 და 62 გრეინიანი ვაზნები, Federalis M855-ები და ბოლოს დავამთავრებთ 77-იანი GG-ის Sierra-s თავიანი ვაზნებით, რომელმაც წესით ორივე ლულაზე ძალიან მაგარი სიზუსტე უნდა მოგცეს. რაც შეეხება ოპტიკას, ახლა როგორც ხედავთ, ეს V7 Pro ჯერ საერთოდ გასროლილი არ არის და ანუ თავიდანვე, ასე ვთქვათ, ახალ ლულაზე ვნახავთ მის სიზუსტეს. მეორეს მხრივ, რაც შეეხება MK12-ს, დაახლოებით უკვე 800 გასროლა აქვს მის ლულას დაგროვებული და აი შევხედავთ, ასე ვთქვათ, ბოლოს როცა 77 გრეინებზე MK12 გამოცადეთ, ძალიან მაგრად ისროდა. MK12-ის ვიდეოც ოდესღაც დამონტაჟდება და იქ უკვე ნახავთ უფრო დეტალურად მის შედეგებს. ერთადერთი რაშიც ამ შემთხვევაში V7 გვეჩაგრება არის ოპტიკა, რადგან 3.15-ზე გვაქვს MK12-ზე ოპტიკა, ხოლო 1.6-ზე გვაქვს აქ. ამიტომ თავდაპირველად დავიწყებთ 100 მეტრზე სროლით, თუმცა თუ შევხედათ, რომ 1.6-იანი ოპტიკა მაინც 100 მეტრისთვის, ასე ვთქვათ, ცოტა გადიდება, შემდეგ შეიძლება ჯგუფები უკვე გადმოვიტანოთ 50 მეტრზე და ისე შევადაროთ. ესე იგი, პირველი კონტროლირებადობის და უკუცემის შედარების ამბავში. ვისვით სტანდარტულ V7-ს, რომელზეც ორსაფეხურიანი გაიზლის G2S-ი აყენია, Silencer-ს ამქრობი და 1.8 ოპტიკა. წონის ამბავში ლულის განსხვავდება მარტო Pro-სგან. 10 ტყვიას გავისვრით Federalis FC20. ყველა ტყვია იქნება ეს. სანამ გავისვრით ერთი რაც უნდა ითქვას, თავიდან როცა ამ იარაღს მაღაზიაში ყიდულობდით და ოპტიკის გარეშე ავიღეთ, მძიმე ლულის გამო აშკარად ბალანსი წინ ქონდა, მაგრამ როგორც კი ოპტიკა დაყენდა, იარაღი გახდა უკვე კარგად ბალანსირებული. ეხლა გავისვრით აქედან სტანდარტული არმქრობი რაც აქვს, ეს არის Pro მოდელი, გაიზლის სუპერ დინამიკის სასხლეტი, 10 ვაზნა ისევ Federali. შემდეგ იგივე ვარიანტში გავისვრით MK12-ს, რომელიც იდეაში უფრო მეტი არის სტოკ წონა მისი იგივეა რაც V7 Pro-ს, მაგრამ ორ ფეხი უყენია, გადამყვანი პიკატინზე, დიდი ოპტიკა და ნახოთ ამის კონტროლირებადობა. ვაზნები არის ზუსტად იგივე.
რასაც ვაკვირდები, აი ესე ურტყავს ზემოდან ქვემოთ რა. Silencer ხო აჩერებს. ეს აი ესე ურტყავს. სტანდარტული V7 გაწყობილი MK12 და Pro ვისროლეთ უბრალოდ კონტროლირებადობაზე და უკუცემაზე. რაც ასე ვთქვათ, პირველი შთაბეჭდილება რაც არის, ცოტა მეტად ხტუნავდა V7 Pro. სავარაუდოდ ამის კომპენსატორი, იდეაში ერთი პორტი აქვს და ზემოდან ნახრეტები ისე კარგად ვერ აბალანსებს, როგორც Silencer-კო და როგორც Surefire-ის Socom-ი. ეს იყო პირველადი, ასე ვთქვათ, შეგრძნება. ეხლა ვნახავთ უკვე ჯგუფებზე რა ხდება და როგორ არის. რაც შეეხება ახლა ჯგუფებს და სიზუსტეს, ჩვენ ვისროლეთ პრინციპში რაც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ყველა ვაზნა გარდა 55 გრეინიანი GGG-სა, პლანეტები ისე დაალაგდა, რომ 62-იანები ვისროლეთ და 55-იანი სკორპიოები, ფედერალები და 77-იანი GGG. ასევე შეუდარეთ MK12-ს, რომელსაც უკვე როგორც დასაწყისში ვთქვი, ნასროლი ქონდა, პროს შემთხვევაში ლულა იყო მთლიანად ახალი და მხოლოდ 10 ტყვია ვისროლეთ სუსუ თავიდან და ასევე ქონდა საშუალება, რომ სტანდარტული V7-თანაც შეგვედარებინა და საბოლოო ჯამში ახლა მივყვეთ სათითაოდ შედეგებს. 100-ზე სროლის დროს ერთი თემა რაც და ნათლად გამოჩნდა არის, რომ 6 გადიდების და 8 გადიდების ოპტიკა მთლად საკმარისი არ არის და რაღაც კუთხით ეს ჩვენ ნასროლ ჯგუფებზეც აისახა. MK12-ს ქონდა შედარებით უკეთესი ჯგუფი როგორც FC-ზე, ასევე 55-ზე და ასევე 62-იან GG-ზე, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ასე ვთქვათ გაშლილობა, ანუ 10 ვაზნიანი ჯგუფებიდან იყო გამოვარდნები და საუკეთესო შეჯგუფებები იყო 6-დან 8 სანტიმეტრამდე, რაც არის დაახლოებით 2.5-2.5. მისაღები არის თუ არა ეს? იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტული იგივე 55-იანებიც თუ 62-იანებიც არ არის რაღაც match grade ვაზნები, შესაბამისად ეს სიზუსტე ასე თუ ისე მისაღებია, თუმცა ისევ და ისევ აი ოპტიკის ზუმიდან გამომდინარე ალბათ უკეთეს შედეგებიც შეიძლებოდა. ეს ტენდენცია გვაჩვენა MK12-მა, რომ უფრო მეტ გადიდებაზე 12-იანი ზუმით ვისროდი MK12-დან, ოდნავ უფრო უკეთესი ჯგუფები იყო და ვერ ვიტყვით გადაწყვეტით, რომ ეს მაინც და მაინც ქრომირებულ ლულასა და უჟანგავ ლულას შორის სხვაობაა. მაგ საკითხთან მიმართებაში შემდეგ უკვე გადმოვედით 50 მეტრს და იქ გადავაზუსტეთ, ასე ვთქვათ, ეგ საკითხი. რაც შეეხება ხა 77 გრეინიან ვაზნებს, რომელიც განსხვავებით სხვა ვაზნებისა, რომელიც ვისროლოთ 10-იანი ჯგუფები, რადგანაც შედარებით არაზუსტი ვაზნებია, 77-იანის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო ზუსტი ვაზნები და აქედან გამომდინარე გასროლების რაოდენობა დავაკელით და ვისროლეთ 5-5 ვაზნა. რაც შეეხება შედეგებს, ანუ საშუალოდ გამოვარდნილი ერთის არ ჩათვლით, MK12-ისას და Pro-ს შემთხვევაში გქონდა ერთი მოვა და ერთი მოაზე ნაკლები, ისევ და ისევ ის ტენდენციაა, რომ ამ შემთხვევაში ვერ იტყვი, რომ ერთიან მეორე ლულა ერთმანეთზე ზუსტია. შემდეგ უკვე რადგან სროლის პროცესში აღმოვაჩინეთ ის მომენტი, რომ ხელსგუშილი და ძალიან აშკარად გადიდების სიმცირე, გადმოვედით 50 მეტრზე და 50 მეტრზე ნასროლებიდან აქაც გქონდა როგორც STV-ს, ასევე 62-იანი GGG ჯგუფები, ამას ასე ვთქვათ დეტალურად მიახლოებულ კადრებზე ნახავთ. გამოჩნდა ის მომენტი, რომ 50 მეტრზე ორჯერ უფრო ზუსტი ჯგუფები დაჯდა. მერე 77-იანი უკვე 3 ვაზნიანი ჯგუფები ვისროლეთ და ამანაც ძალიან ახლად დაჩვენა, რომ ფაქტურად აი ერთმანეთზე მიდებული 3 ნახრეტიანი ჯგუფები ქონდა, პრინციპში სამივე იარაღზე. შემდეგ აღმოჩნდა ისე, რომ V7 ესიც ჩაგვივარდა ხელში და ცივილულაზე ვისროლეთ აქედანაც 50 მეტრზე 3 ვაზნა და იგივე შედეგი გქონდა ფაქტურად
თითქმის 1/9 მივიღეთ 50-ზე 77-იანი GGG-ებით. ანუ ერთი თემა რაც არის ის რომ განსაკუთრებულ სხვაობას ეს ლულა ჩვენ არ გვაძლევს სიზუსტეში, სისქიდან გამომდინარე. მეორე თემა რაც პირველი შეხედვით და შენელებულ კადრებზე ნახავთ არის ის რომ ეს კომპენსატორი ისე კარგად არ აკომპენსირებს როგორც თქვათ Surefire-ის SOCOM-ი, როგორც თქვათ Silencer-ს ASR-ი, თუმცა რა თქმა უნდა იმ სტანდარტულ AOR მოდელს ჯობია. მეორეს მხრივ ამაზე როცა დაყენდება უფრო ეფექტური კომპენსატორი, რა თქმა უნდა უფრო უკეთესი შედეგი გვექნება გაზრდილი გაზის სისტემის გამო და თვითონ მძიმე-ლულა რა თქმა უნდა უფრო გვიან ხურდება და უფრო დიდხანს ცოცხლობს. შემდეგი საკითხი არის ერთსაფეხურიანი სუპერ დინამიკი გაიზლის, რომელიც ანუ თან რავი, ჩემთვის პირადად ეს სუფთა სუბიექტური აზრი არის, მე ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ ორსაფეხურიანებს, იმიტომ რომ თითქოს რაღაც უფრო მეტი კონცენტრაციის საშუალებას გაძლევს. მესმის რომ დინამიური სროლისთვის და სწრაფი სროლისთვის ეს სასხლეთ უკეთესია, თუმცა აი ეხაც ჯგუფებზე სროლის დროს ქონდა ისეთი შემთხვევა, რომ უბრალოდ მხარის არ მიყრდნობის კარგად გამო გასროლის შემდეგ თავის შესაბამისად უკუცემის ასე ვთქვათ სვლა ქონდა იარაღს, თავისუფალი სვლა და 4 ტყვიან ავტომატურად გაისროლა ფაქტიურად. ანუ ხელი რა თქმა უნდა სასხლეთზე მქონდა და აქედან გამომდინარე, თუ მხარს მყარად მივაყრდნობთ, ესეთი რაღაც არ მოხდება. ძლიერ სტრესულ სიტუაციაში ეს მცირედი დეტალები და ის რომ შენის პირველი მოზიდვის შეგრძნება ტვინში არ გაქვს, შეიძლება იყოს პრობლემა. მე არ ვიძახი რომ გამოცდილი მსროლისთვის ეს პრობლემა იქნება, თუმცა ყოველ შემთხვევაში აი დამწყებისთვის მაინც ალბათ ორსაფეხურიანი უფრო უკეთესი ვარიანტია. ნუ ზოგადად ახლა სამხედრო კუთხით თუ მიუდგებით, ანუ ისეთ რთულ პირობებში იარაღის გამოყენებას, ხელთათმანითი იარაღის გამოყენებას, უპირატესობა ნამდვილად ორსაფეხურიანს აქვს. თუმცა აი სპორტული სროლის კუთხით და სწრაფ სროლის კუთხით, რა თქმა უნდა, Super Dynamics ვერც ერთი ორსაფეხურიანი სასხლეთი ამ ამბავში ვერ დაუდგება. ესე იგი, წინა იყო 12 გასროლა 2 91 და სასხლეთი გამექცა თან და ეხლა ვნახოთ. ზად. ყურადღებით. ტრიგერს უნდა დამუღამება რა. იმიტომ რომ უფრო მეტ სვლას ვაკეთებდი ვიდრე იმაზე. ვიდრე ამას ჭირდება რეალურად, იმიტომ რომ ორსაფეხურიანზე ვარ მიჩვეული. უფრო მეტ სვლას ვაკეთებდი, რეალურად მაგდენი არ ჭირდება. შემდეგი საკითხი რაც შეიძლება ასევე ითქვას არის საიმედოობის ამბავი და ის ვაზნები რაც დღეს ჩვენ ვისროლეთ, არანაირი ხარვეზი ამაზე არ გქონია. ერთადერთი რაზეც შეიძლება ამ იარაღის გამოცდა არის დაბალმუხტიანი MKE და IK, რომელიც ეხლა არ გვაქვს და ზოგადად ფართოდ გავრცელებული ეხლა დღეს საქართველოში არ არის. Daniel Defense-ები აი IK-ზე ეს IK არის ასე ვთქვათ ბოსნიური ვაზნები, რომელიც ყველაზე დაბალ წნევიანია, ანუ სიჩქარე მაღალი აქვს, მაგრამ წნევა დაბალი აქვს და აქედან გამომდინარე ბევრ იარაღზე პრობლემაა ხოლმე მისი გასროლის. გარდა ამისა ძალიან ბინძური ვაზნა არის და სიზუსტეშიც ფლა ისეთი ვერ არის, მაგრამ ზოგი იარაღი ძალიან კარგად ისვრის. ანუ საიმედოობის კუთხით შეფერხება გქონდა 0, სიზუსტე ვთქვი და რა თქმა უნდა ძალიან ზუსტი არის და შემდეგი საკითხი რაც მოდის, რამდენად ღირს მაგალითად იგივე V7S-თან შედარებით, ну, ვისაც ასე ვთქვათ უფრო გრძელი ლულა ინტერესებს, არ უნდა იყოს სტანდარტული V7, რომელიც უფრო მსუბუქია, არ უნდა იყიდეს V7 Pro. რეალურად ფასში სხვაობა არის 1000 ლარი უხეშად რო ავიღოთ, სხვადასხვა მაღაზიებში სხვადასხვა ფასებია და ღირს თუ არა 1000 ლარად ის სხვაობა რაც ამ იარაღს მოყვება. Ну, პირდაპირ მოკლედ ვიტყვით რომ ღირს, იმიტომ რომ სკეილურად მძიმელულა იდეაში უკეთესია, თუმცა თუ ჩვენ იმის პრობლემა გვაქვს რომ წონა არ ვატაროთ ზედმეტი და ფიზიკურად არ ვართ ასე ვთქვათ ისეთი ძლიერები, ამ შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტი იყოს ეგ ამბავი. თუმცა გრძელი გაზის სისტემა სკეილულა ეს კომპენსატორი, რომელიც პერსპექტივაში შესაძლოა, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვთქვათ სტანდარტულს ჯობია, ესეც ძალიან კარგი დამატებაა და სასხლეთს რაც შეეხება, იგივე სწრაფ სროლისთვის ეს სასხლეთი არის ძალიან კარგი. შესაბამისად, ამ იარაღში დამატებითი 1000 ლარის, უფრო მეტიც რო იყოს, გადახდა ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ეს აქსესუარები რო დათვალო, რეალურად თანხობრივად გამოდის უფრო მეტი. ნუ ეს იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, პირდაპირ ველზე განხილვის ვიდეო DDV7 Pro-ში. პირველ რიგში მადლობა საბას, ვინც მომცა საშუალება რომ თავისი იარაღი გამომეცა და ასევე Battlegrounds, რომელმაც საშუალება მოგცა რომ Desert Shooting Range-ზე გადაგვეღო ეს ყველაფერი.
და რა ვიცი, მე მგონი საბოლოო პასუხი გავეცით, ძალიან კარგი იარაღია V7 Pro და ალბათ ხვალ რო იარაღს ყიდულობდე პირველს საშეჯიბროთ, ალბათ და ბიუჯეტი შეზღუდული არ ვიყო, გაჩერდებოდი ჩემი არჩევანი ამაზე. რომ ყიდულობდე ზუსტი სროლის იარაღს, მაინც MK12-ზე გავჩერდებოდი პირადად მე, იმიტომ რომ მე მაგის სიმახინჯე მომწონს და თუ უფრო სუბუქი ვარიანტი გინდათ, უფრო მოკლე ვარიანტი გინდათ, სტანდარტული V7 და V7 S.